მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ბესარიონ ხარძიანის საქმეზე. ეს არის უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ უფრო ვრცელი ინფორმაციები ამ საქმესთან დაკავშირებით. არის მთლიანად დატვირთული საგამოძიებო კომისიის, სპეციალური საგამოძიებო კომისიის ნომერ 3 სხდომა და მე უბრალოდ შევეცდები, რომ მიმოვიხილო მთლიანად ეს სხდომა და ეხლა საერთოდ შეფასებების გაკეთება ამ შემთხვევაში ცოტა უფრო ისეთი საკითხი, ანუ რა შეფასებები უნდა გავუკეთო იმ შეფასებების ისედაც სახეზეა ფაქტები ღაღადებს შეფასებებს თავად უბრალოდ შევეცდები რომ ჩემი აზრი გაგიზიაროთ და მოკლედ მოგეწოდოთ ამ სხდომის შინაარსი, იმიტომ რომ შესაძლოა ყველა ჩვენგანს არ ქონდეს ეს სხდომა ისე დეტალურად ნანახი. მოგხსენება ყველას ძალიან კარგად რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და ნაციონალური მოძრაობის სათავეში ყოფნის დროს, რა სიტუაცია იყო, რა მდგომარეობა სუფევდა ქვეყანაში და აი ამ ოჯახის საქმე, ბესარიონ ხერგიანის ოჯახის ტრაგიკული საქმე არის ერთ-ერთი კარგი кейსი მთლიანად იმ პერიოდის ერთ-ერთი სახე, რომ აი უბრალოდ რაც ხდებოდა სისტემურად აი ამ 9 წლის განმავლობაში თუ ერთ-ერთი შემთხვევა, რომ აი სტანდარტულად რაც ხდებოდა, რა სისტემური ძალადობაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაც ხდებოდა, იმის ერთ-ერთი კონკრეტული ანარეკლი იყო ეს. ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც საკმაოდ ისეთი ზაფრი ბიზნესები არ ვიცი რა არის, დიდი ბიზნესები ჰქონდა, მათ შორის იყო კუსტის მფლობელი, მასზე არსებული დაწესებულებების და საკმაოდ ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ასე ვთქვათ, გავლენიან და შეძლებულ ბიზნესმენად. 2006 წელს მას პირადად მიაკითხეს და მოსთხოვეს სახელმწიფოსთვის, ჩემი გადაგადარებულია, მოსთხოვეს სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა. პირდაპირ დასახელებული იქნა თანხა $5 მილიონი. ნუ სანამ გავაგრძელებთ იმას და რა თქმა უნდა ამ ადამიანმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ მაინც გადაახდევინებდნენ ამ თანხას ყველა ვარიანტში, თუ უფრო მეც არა და როგორც ამბობენ, თუ პირველ ჯერზე იტყოდნენ უარს თანხის გადახდაზე, შემდგომ ეს თანხა მყისიერად ორმაგდებოდა და ნუ მერე საბოლოოდ მაინც ციხეში წამებაში აგრძელებდნენ ეს ბიზნესმენები, ჩვენი ბიზნესმენები ცხოვრებას და ბევრი მათგანი ციხიდან რა მდგომარეობაში გამოდიოდა ეს ყველა ძალიან კარგად მოგვიხსენება. უბრალოდ აქ მინდა რომ ერთმნიშვნელოვან გარემოებაზე გავამოხილო ყურადღებას, თანამ უშუალოდ გადავალთ იმაზე, თუ როგორ ტრაგიკულად განვითარდა ჯერ მომდევნო წელიწად ნახევრის განმავლობაში უშუალოდ ციხეში ამ ადამიანის ცხოვრება. ხოლო მოგვიანებით ერთი-ორი სიტყვით ამ ადამიანის ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულზეც ვისაუბრებთ, როდესაც იგი 2015 წელს გარეთ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში მოკლეს და ამ საქმის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ბინ მოსთხოვა ბესო ხარძიანს თანხა. ის დაიბარეს მაშინდელი გენერალური დირექტორის ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში და სწორედ იქ მოხდა ამ თანხის გამოთხოვა მისგან. ყველაზე დამამძიმებელი და ტრაგიკული და პარადოქსული აქ არის ის, რომ გენერალურ პროკურორზე უფრო მაღალი თანამდებობა სახელმწიფო წარმომადგენელი არ არსებობს. საგამოძიებო სისტემა იძიებს და ახდენს ბრალის წაყენებას. ანუ ადამიანი, რომლის პირველი მოვალეობა არის ის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, სწორედ აი ეს ნომერ პირველი ადამიანი იწყებს სისტემურ ძალადობას. ნუ იქ კიდევ კაბინეტში ახლა მეორე ხარისხოვანი საუბრები იყო და ქურდების სახელების ხსენებები გენპროკურორის კაბინეტში, ეს კიდევ არაფერია ამასთან შედარებით თვითონ იმ ფაქტთან, რომ გენპროკურორი ოფიციალურად ითხოვს $5 მილიონ ბიზნესმენისგან და აქ იწყება პირველი კვეთა აი ამ ოჯახის უბედურების, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, გენერალური პროკურორი იწყებს ყაჩაღობას. მოგვიანებით მდგომარეობა ნელ-ნელა მიდიოდა იქით, რომ ამ ადამიანს ყველაფერი უნდა დაითმო, იმიტომ რომ სხვა სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლებოდა.
დაახლოებით 2011 წლის თებერვალში კი ამ ადამიანს მოუწყვეს დადგმული სპექტაკლი, როდესაც იგი მამრეცის ხევში დააკავეს ძალის გამოყენებით მიეღებინეს ნარკოტიკული ნივთიერება, რა თქმა უნდა, არანაირი ვიდეო ჩანაწერი, რა თქმა უნდა, არანაირი მოწმეები იყვნენ, 10 მოწმე იყო, თუმცა 10-ვე იყო სტრუქტურის თანამშრომელი და ვიცით მათი სტრუქტურის დაახლოებული თანამშრომლები როგორც მუშაობდნენ და ხვდება ეს ადამიანი ციხეში. ის მხოლოდ 2012 წლის ბოლოს ახერხებს გამოსვლას ციხიდან და აი ამ მდგომარეობისთვის თავის დაღწევას. თუმცა აი ამ წელიწადზე მეტი ხნის და თვეების განმავლობაში მან გადაიტანა სტანდარტულად რაც გადაქონდათ ხოლმე ციხეში ადამიანებს, ეს იყო ფიზიკური ძალადობა, ეს იყო წამება, ეს იყო მორალური შეურაცხყოფა და მორალურობა იმის რომ ადამიანი მთლიანად მორალურად გაეტეხათ. გარეთ მათ ოჯახის წევრებზე მიმდინარეობდა სისტემური ძალადობა, მის ძმაზე ფიზიკურად იძალადეს, ამ საქმეში უშუალოდ გარეული იყო და ხელმძღვანელობდა ასევე მათი ადმინისტრაციის, ნაცების ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი პირი გიორგი უდესიანი, რომელიც თავის დროზე იყო თავად ბესოხერგიანის პარტნიორი და ეს ყველაფერი ხდებოდა ციხის უფროსის გლდანის ნომერ მერვე დაწესებულების დირექტორის გავლით. ყველასთვის ცნობილია დღეს საქართველოში აი ამ ადამიანის სახელი და გვარი, ეს არის ალექსანდრე მუხაძე, იგივე კილერა, ციხის უფროს რო კილერა ერქმევა მეცახელად. მოდი ვიწოდე ამაზე დავფიქრდეთ უბრალოდ ციხის უფროს რო კილერა ქვია. და ძალიან ბევრ საქმეში, ძალიან ბევრ სისხლიან საქმეში სწორედ აი ამ ადამიანის სახელი და გვარი ფიგურირებს, სწორედ მისი, იმიტომ რომ ეს ხო არ იყო უბრალოდ რაღაც ერთეული გადაცდენა და ეს ხომ არ იყო რომ აი ხელისუფლებაში მოხდა რამდენიმე ფსიქოპატი და დაარღვიეს ადამიანის უფლებები და გააუბედურეს 3-4 ოჯახი. არა, ეს იყო სისტემური ძალადობა და ყველა სტრუქტურა იყო ჩართული. ანუ სამართალი უბრალოდ არ არსებობდა. ანუ წადიდა იჩივლე. რაც გინდა ის გააკეთებ. გენერალური პროკურორია მაგათი. კონსტიტუციური დაცვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გირგვლიანის მკვლელია. აი საოცრად ხდება ციხეში მოხდება ადამიანი და აი სრული კომედია იქნება, პატიმრები გამომძებლებთან ერთად თხზავენ და პირველ პირებთან ერთად თხზავენ რა შეიძლება მიეწეროს და ჩაითვალოს დანაშაულად, რომ მე კარგად ამ ნაკლები აწამონ და მათ ცოტა მალე გამოუშვენ და მთელი ქონება ყველაფერი დაათმობინონ და ის წამებაც რა თქმა უნდა ვინ დაიჭერს ახლა ვინ მოთხოვს პასუხს ის რა წამებენ ხო? ბევრი რომ აღარ გავაგზავნოთ როგორ აწამებდნენ ბესარიონ ხარძიანს, ბატონ ბესარიონს. მან გაატარა თავდაპირველად 2 კვირაზე, დაახლოებით 2 კვირა კარანტინში, 2 კვირა გაატარა კარანტინში და ჯერ კარანტინის წესრიგ რთულია და მე მიხეილ სააკაშვილის დროს ის იმყოფებოდა ფუქში, სადაც უბრალოდ შეუძლებელია ან დაწოლა, ან დაჯდომა და აი ხა ეს რო იძახიან რომ ჩვენ ისა რა ქვია მოკლედ ხო დალი რადიკალური ოპოზიცია რა რომ დარბის დავითომ რომ აი ამათი გაყრა გვინდა მხოლოდ ჩვენ და ანუ რეალურად რომ საერთოდ არ ახსოვთ და ვის უჭერენ მხარს და ვინ არიან ოპოზიციაში ჩვენს გიდეთ ხელისუფლებაშიც აგერ დამლოდოთ ცოტა ხანი მეც და შეგვქნა ხო მალე სუმალი პარტია და მე მომიცით ხმა მან გაატარა 2 დღე ფუქსში, სადაც უბრალოდ არ შეგიძლია არც დაჯდომა, არც დაწოლა 2 დღის განმავლობაში, 48 საათის განმავლობაში. ეს ჩვენ რადიკალური ოპოზიცია უნდა ჩავსვათ იქ ფუქსში და კიდე ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ეს შეგნებულად არ უყურებს რეალობას და არ აცნობიერებს ვისი დაბრუნება უნდა და კოალიციების და რაღაცა სიეფანდობების იმით, რომ ცდილობს რომ ეს ადამიანები უკან დააბრუნოს. ადგილი ქონდა შეგნებულად სრულიად უსაფუძვლოდ ცემას, წამებას, ანუ ხდებოდა ის რომ შემოდიოდნენ საკანში, ამ ყველაფერს ძალიან საინტერესოდ ყვება კომისიაზე ბესარიონ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი, რომ და მოგვიანებით ის რასაკურველი ცნობილი გახდა ეს ყველაფერი, რომ ანუ შუაღამისას შემოდიოდნენ, რა თქმა უნდა, ემუქრებოდნენ იმით, რომ თუ ესე არიზავ, მითითებები იყო, რომ პატიმრების გაქეზება, რომ ბესარიონ ხარგიანზე იძალადათ, რომ ის მიეღოთ რაც სურდათ და კიდევ მრავალი სიუჟეტი, რაც ჩვენ ვიცით, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, ღირსების შელახვა, მორალური შეურაცხყოფა, ადამიანების სულში ადამიანის სულის გატეხვის მცდელობა და
ასე შემდეგ ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა აიკრძალოთ ყველანაირი პოლიტიკური საქმიანობა და საერთოდ ციხეში უნდა მოხვდნენ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და იმიტომ რომ ძალიან გულდასაწყვეტია რომ ის ადამიანები რომლებმაც შეიძინეს წამება, რომლებმაც შეიძინეს სისტემური გაუპატიურება, ძალადობა, სასამართლო საერთოდ ყველანაირი ბერკეტის გარეშე დატოვეს და სხვათა შორის ბევრი ის ადამიანი ვინც დღეს იმ სისტემიდან შემორჩენილია თუნდაც მოსამართლეებში, თუნდაც რიგი თანამშრომლებში ყველა ადამიანის გაფილტრვა უნდა მოხდეს საერთოდ და უნდა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა როგორც დაჯგუფება და ისე კი არა რომ გადანაწილდნენ და ვითომ შვიდა სხვა პარტიად რომ შეიფუთნენ არა ყველა ამ ადამიანს უნდა აიკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა იმიტომ რომ აგერ ჩვენი გენიალური ყოფილი პროკურორი ზურაბ ბადაიშვილი ასე დანარნარებს რა ვიცი რა დანაშაული არსებობს მაგას რო ჩაუძენია ალბათ ასე დანარნარებს დადის ხანმრჩევლად არის ხან იმათ არის აი დადის ასე ხან იქ არის ხან აქ არის თითქოს მევაწამი ეს ხალხი და წარმოუდგენელია და ყველა ის პოლიციელიც უნდა დაისაჯოს რა ეხა კიდე უბრალოდ არ მინდა რაღაც დეტალებში ჩასვლა კიდე ძალიან ბევრი გვარია იქ ნახსენები უბრალოდ ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაწილი ანაკმის გარშემო კიდევ რამდენიმე ვიდეოს მოვამზადებ და ძალიან ბევრი სახელი და გვარია იქ არის ნოტარიუსის სახელი და გვარი იქ არის სახელი და გვარი კიდევ სხვა ადამიანები მაგალითად თეიმურაზ ჭეჭინაძის სახელი ენახსენ ბევრი ადამიანია რომლის მოძიებაც უნდა მოხდეს და დამართლება უნდა აღდგეს მაგრამ ბოლოს მაინც იმას უნდა დავუბრუნდეთ რა და დღევანდელ უდევსაც არ ვასრულებ რაღაც პიტერსონის გარეშე და ცოტა პატარა გადახოვის გარეშე მაგრამ ზოგადად რეჟიმი ხშირ შემთხვევაში ესე არ მოდის და ესე არ ჩამოდის რომ ზემოდან ქვემოთ მოდის და ფსიქოპატი ავტორიტარები მოვიდნენ და ყველა საზრდა ანუ საშინელებები დაატრიალეს და დაიწყო მკვლელობა გაუპატიურება და ასე შემდეგ ანუ არა ამას ქვემოდანვე ეწყობა ხელი და აი ამ სანამ აი თუ გაგეპარა ეს და დაუშვი რომ ან წარმოიქმნას ან მით უმეტეს მობრუნდეს და იმათი მემკვიდრეები მობრუნდნენ არ ვიცი მე ვერავინ ვერ გიშველის ერთ-ერთი სახელმწიფო ვერ კი არა არ გიშველის დღესაც სულ ეს იყო მომავალ შეხვედრამდე